რეგისტრირა. კანდიდატი აცხადებს, რომ მან ცესტროში კანონით რათვალისწინებულ ხელმოწერაზე მეტი წარადგინა. დევა სალუაშვილი დღეიდან ოფიციალურ საარჩევნო კამპანიას იწყებს და უახლოეს დღეებში მისი პროგრამის პირველ ნაწილს დააცნობს ამომრჩეველს სახელწოდებით საქართველოს სულიერი მდგომარეობა. ესე იგი ჩვენ მინდა გაცნობოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას მოიცავს. მე მიხეილ სალუაშვილი გახლავართ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებული 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ოფიციალური კანდიდატი. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩემი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალური წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი პატრიარქი და დამსახურებული მოღვაწე ბატონი ჯემალ ჩიქია და წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დიაკონიძე. ამით მედროებით ზუსტად ორამდე ჯემშვიდობებით თქვენ წინგელით ცხელიშუა დღე შალვა რამიშვილთან, ქეთი ჭეჭელიასთან და ნატა მაღალაშვილთან ერთად. დიდი მადლობა სოფო. მოგესალმებით. გამარჯობათ, მე მინდა გვანცას უთხრა ჩვენს პროდიუსერს, რომ